ქართულმა რენესანსმა დასავლეთ ევროპულ რენესანსს დაასწრო. ამის მაგალითი ვეფხისტყაოსანია, ასევე 973 წლით დათარიღებული ჯვარცმა იშმიდან. რენესანსი, ანუ აღორძინება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კაცობრიობის ისტორიაში. სახელწოდება რენესანსი გულისხმობს ანტიკური წარსულის აღორძინებას ბნელი შუა საუკუნეების შემდგომ. რენესანსი და ჰუმანიზმი განუყოფელია. ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები მე-16 საუკუნეებია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რენესანსი დასავლური მოვლენაა. დაიწყო იტალიაში და მოგვიანებით გავრცელდა მთელს ევროპაში. რადგან რენესანსი ანტიკური კულტურის აღორძინებას და თავისუფალი მოქალაქის არსებობას გულისხმობს. ქართულ სამეცნიერო სივრცეში აღმოსავლური რენესანსის საკითხს აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე იკვლევდა. რენესანსი აღმოსავლეთში დაიწყო და დასავლეთში შემდეგ განვითარდა. ამბობდა იგი და ვეფხისტყაოსნის არსებობას, როგორც უმაღლესი ჰუმანიზმის გამოვლინებას აღწერდა. ქართული საისტორიო სკოლის ფუძემდებელი ივანე ჯავახიშვილი 1914 წელს წერდა. ერთი სიტყვით ქართველობამ ელინური შემოქმედების ნიმუშები იგემა და დაეწაფა იმ ცხოველმყოფელ ელინის, რომლის ღრმა და საფუძვლიანმა შესწავლამ დასავლეთ ევროპაში ეგრეთ წოდებული რენესანსი წარმოშვა. საქართველომ ეს მოძრაობა უკვე მე-12 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ მისი დასრულება მონღოლთა შემოსევამ შეაფერხა. თუ გინდა გაიგო მეტი მსოფლიო ხელოვნების შესახებ, შემოუერთდი ჩემს კურსს მსოფლიო ხელოვნება. მოდი ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.